მოგესალმებით, ტრადიციულად ოთხშაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდგომ 5 საათზე Business Insider რადიო სივრცის ეთერშია ვსაუბრობთ ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე, მიმდინარე თემატიკაზე და რა თქმა უნდა, ვიდრე ჩვენს სტუმარს წარმოგიდგენთ და ჩვენს მთავარ თემას წარმოგიდგენთ, მანამდე ცხადია მიმოვიხილოთ საკითხები, რომელიც დღეს იყო აქტუალური, ასე ვთქვათ და ვნახეთ დღეს ინფორმაცია ინფლაციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ვნახეთ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის და კაპიტალის კონტრციკლური ბუფერების ციკლური კომპონენტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცვლელად დატოვა, ვინაიდან აღნიშნულია, რომ 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებელი აქვს. რამოდენიმე საინტერესო თემა ცხადია, ვრცელი მიმოხილვა და ამ მიმოხილვას მთლიანად ვერ გავუვლით, თუმცა რამოდენიმე საინტერესო კომპონენტია შეჯამების სახით, რომელსაც ჩვენ ამ შემთხვევაში გვეუბნება საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, ასე ვთქვათ, სადაც შეფასებულია ჯამურად ვითარება და კვლავ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ასე ვთქვათ, რისკ ზონა, შეიძლება ასე ითქვას, რჩება საგარეო სექტორი, ბუნებრივია გაურკვევლობა გლობალური გაურკვევლობა, ჩვენ ვნახეთ ასევე გუშინაც ოდნავ პოლიტიკურ კონტექსტში, რომ შევიდეთ, ჩვენ ვნახეთ გუშინაც მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინის თემაზე, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, თუმცა ჯერჯერობით კვლავ ძალიან ძნელია განსაზღვრა ამ ომის დასრულების, ისევე როგორც საბამისად დაგეგმვა შემდგომი ეკონომიკური პროცესების, ეს გლობალურ ჭრილში, ვინაიდან მოგეხსენება სწორედ რუსეთის უკრაინას შეჭრის შემდგომ გლობალური მიწოდების ჯაჭვები შეიცვალა მნიშვნელოვანწილად, მსოფლიო ფასების სხვა პროდუქციის სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა ცხადია და ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში გარე რისკების დაგეგმვა, საბამისად ეროვნული ბანკისთვის, რომ საგარეო სექტორიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკი კვლავ საყურადღებოდ რჩება, თუმცა მნიშვნელოვანია ერთი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ანგარიშის მიხედვით ვეცნობით, რომ შინამეურნეობის საკრედიტო სტანდარტები არის დადებითად შეფასებული, ისევე როგორც სესხების უზრუნველყოფისა და მომსახურების კოეფიციენტის განაწილება მთლიანობაში ჩაითვალა როგორც ჯანსაღი, ანუ აქაც პოზიტიური ნაწილია, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ მიუხედავად გლობალური გაურკვევლობისა, მთლიანობაში საქართველოში არაფინანსური კომპანიები სწორედ ამ შეფასების თანახმად ზრდის სტაბილურ ტემპს აჩვენებენ, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია და ასევე ჩვენ ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ მიგრაციის ეფექტი ხშირად იყო რაღაც განმაპირობებელი ფაქტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის, როგორც მთავარი ფაქტორი ასე გვისახავდნენ, თუმცა რა თქმა უნდა ეს ჯამში ასე არ არის, ჩვენ როგორც უყურებთ საქართველოში დღესაც და ვკითხულობთ ამას ანგარიშის უძრავი ქონების ბაზარი არის მდგრადი, ჩვენ უძრავი ქონების ბაზარზე ოდნავ მოგვიანებითაც ვისაუბრებთ და მიგრაციის ეფექტის ამოწურვის ფონზე, ბუნებრივია ჯამში ეკონომიკურ ზრდას მათ შორის ნორმალიზება განიცადა ამ თვალსაზრისით, თუმცა გარკვეულწილად მცირე კორექტირება მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ საბოლოო ჯამში სექტორი ისეთ სტაბილურად მზარდია, შეიძლება ასე ითქვას, ჯამში ფინანსური სექტორი ასევე მდგრადად არის შეფასებული ამ კომპონენტში, რაც ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა აქვე დღეს ჩვენ ვნახეთ, ასე ვთქვათ, მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით, ამ კუთხით ბუნებრივია გარკვეული ტიპის, ვთქვათ, მიზნობრივ მაჩვენებელგან გადახრა ხდება 4.8% ნოემბრის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ დღეს ვნახეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში ყველა ტიპის პროგნოზით, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან გამოთქმული პროგნოზებისგან გამომდინარეც, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წელს ინფლაცია საქართველოში უნდა გაუტოლდეს მიზნობრივ მაჩვენებელს და ჩვენ 5 ნოემბერს, ანუ დაახლოებით 1 თვის წინ ვნახეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების თანახმად რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა დატოვა 8%-ზე უცვლელად და მათ შორის სწორედ იმ ასე ვთქვათ, იმ გათვლით, რომ ეს გადაჭარბება, რომელიც არის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელიდან პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ არ არის ეს საგანგაშო გადაჭარბება და მეორე, რა თქმა უნდა, ის ჯამში
იმოძრავებს კვლავ დაბრუნებისკენ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, რაც სასახათ ამნაწილში დადებითი კომპონენტია. უნდა აღინიშნოს, რომ საინტერესოა რამოდენიმე სტატისტიკური ნაწილი ამ კუთხით, აი თუ შევხედავთ 2025 წლის ნოემბერში ჩვენს რეგიონში, რომელიც ამ კუთხითაც ინფლაციური კუთხითაც турбулентურია, ინფლაცია თურქეთში იყო თითქმის 33%, ну თურქეთში ინფლაცია აღარ გვიგვირს ასე ვთქვათ ბოლო ტენდენციებიდან გამომდინარე, რუსეთში 7.7%, სომხეთშია ჩვენზე ცოტა დაბალი 3.7%, აზერბაიჯანში თითქმის 6%, ბელარუსში თითქმის 7%, მოლდოვაში 7% და ასე შემდეგ, მოკლედ ჩვენს ახლო რეგიონშიც შეიძლება ასე ვთქვას, ამ კუთხით საკმაოდ ისეთი турбулентური სიტუაცია შეიძლება ასე ითქვას და ცხადია ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკას თავისთავად საფრთხილოა, თუმცა მოლოდინები კიდევ ერთხელ პოზიტიურ ჭრილშია. ცალსახად უნდა აღინიშნოს რამოდენიმე კომპონენტი რომელიც ჩვენ გვაქვს ამ კუთხით, პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პოზიტიურ კომპონენტზე, რომელიც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. ჩვენ არა ერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება მაჩვენებელზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ ზრდის პროგნოზებზე, რომელიც აქვთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს დაფიქსირებული საქართველოში, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ ბოლო მაჩვენებელი რომელიც იყო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ, ეს იყო 7.3%, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი, ერთ-ერთი იმიტომ, რომ მანამდე ევროკომისიის მხრიდან იყო ასევე 7.3% დაფიქსირებული საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის კიდევ ერთხელ და მანამდე აღსანიშნავია ასევე და არაერთხელ აღვინიშნავს და მართლაც გამოსაყოფია ეს ფაქტი, რომ წლის ჭრილში მნიშვნელოვანწილად გაზარდეს და დააკორექტირეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ამ შემთხვევაში 4 ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო და ყველაზე მაღალი შეფასება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს 7.2% შეფასება არა პროგნოზი ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკმა 6%, ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკმა 6% და აზიის განვითარების ბანკმა 6%, თუმცა ჩვენ ნახეთ გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სადაც ჩვენ უკვე ვნახეთ საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იანვარ-ოქტომბრის, ანუ 10 თვის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც აღემატება ყველა დაფიქსირებულ საპროგნოზო მაჩვენებელს და ეს არის 7.6%, რაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ზრდა ფიქსირდება საქართველოში. თან ეს იმ ფონზე, როდესაც სწორედ და პრემიერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ანტიკორუფციული ღონისძიებების ფარგლებში მეტი დაკვირვების, მეტი შეფასების უზრუნველყოფის მიზნით არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და არა მხოლოდ რევიზია ხორციელდება, რაც თავისთავად ცხადია გადახედვა ხორციელდება, რაც თავისთავად ცხადია გარკვეულწილად გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის შიდა პოლიტიკური მღელვარება, რომელიც შეიძლება ითქვას დიდწილად მილევად რეჟიმში, თუ ჩვენ მით უმეტეს გასულ წლის ანალოგიურ პერიოდს ავიღებთ, მაგრამ მაინც და მუდმივად მცდელობა, რომ შეიქმნას ნეგატიური განწყობები და მუდმივად მცდელობა, რომ შეიქმნას ნეგატიური ფონი, პესიმისტური შეხედულებები, თავისთავად ცხადია გავლენას ახდენს მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ეკონომიკა ძალიან დიდწილად ემყარება სწორედ მოლოდინების ნაწილს, შესაბამისად მოლოდინების მართვა აქ მნიშვნელოვანია, ჩვენ გვახსოვს თუ რამდენად პრობლემური იყო მოლოდინების მართვის ნაწილი გასულ წელს, როდესაც საკითხი შეეხებოდა საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ლარს და მაშინ კიდევ ერთხელ ხაზგასვით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკმა იმოქმედა სწორედ იუველური სიზუსტით, როდესაც უზრუნველყო საჭირო დროს რეზერვების ხარჯვა, იმ დროს დახარჯა საქართველოს ეროვნულ ბანკმა რეზერვები, რა დროსაც იდგა მთავარი რისკი პანიკური ნაწილის, რომელსაც შეიძლება გარკვეულად ისეთი საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში და ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არათუ პროგნოზირებდნენ, არამედ მთელი ასე ვთქვათ, სქემებიც კი ვნახეთ, როგორ უნდა გაუფასურებულიყო ლარი მიმდინარე წელს, უკვე და მიმდინარე წელი იწურება, ერთი თვეს აღარ გვაქვს დარჩენილი.
ეხლა ლარი უნდა იყოს 3 ლარზე ზემოთ, 3 ლარი 21-დან 3 ლარი და 50-მდე უნდა ღირდეს $1 ახლა და ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს დახარჯული $1.2 რეზერვის დოლარი ამ შემთხვევაში. სიტუაცია კი პირიქით არის, რეზერვების შეძენილი მაჩვენებელი აღემატება გაცილებით ვიდრე ეს არის $1.2 ხედავთ ლარის კურსს დოლართან მიმართებაში, გასაგებია რომ აქ დოლარის გლობალური გამყარების წილიც არის, არც უმაგისობაა შეიძლება ასე ითქვას, თუმცა ასევე არის ეს კომპონენტი, ვინაიდან ჯამში შეიძლება ითქვას რომ ვალუტის კურსზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები არის პოზიტიური, მათ შორის ჩვენ ნახეთ ფანტასტიკური ზაფხულის სეზონი ტურიზმიდან საერთაშორისო მოგზაურობიდან ჩვენ ნახეთ ფანტასტიკური ციფრები ამ თვალსაზრისით, ანუ შემოქმედებები ტურიზმიდან იყო მაღალი, ჩვენ ნახეთ ექსპორტის, ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი, გადმორიცხვები, რომელიც სტაბილურ დონეზეა, რა თქმა უნდა, ინვესტიციების ნაწილი ამ კუთხით და ასევე მნიშვნელოვანია მოლოდინები ინვესტიციებთან დაკავშირებით, სხვათა შორის ვახსენეთ Fitch-ის რეიტინგი და Fitch-ის რეიტინგში ერთ-ერთ პოზიტიურ კომპონენტად დასახელებულია სწორედ მოსალოდნელი ინვესტიცია და ამ შემთხვევაში უფრო რომ დავაკონკრეტოთ ეს ნაწილი, რაც Fitch-ის შეფასებაშია, Fitch რეიტინგის შეფასებაში ასახული, ეს შეეხება Eagle Hills-ის მოსალოდნელ ინვესტიციას, რომელიც ასევე კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ შემთხვევაში, რადგან ვალუტის ჭრილში ვსაუბრობთ, მეტი უცხოური ვალუტის შემოდნებას ქვეყანაში, რაც ლარის გამყარების კომპონენტს ამაზე არ კეთდება ხოლმე, ეს დიდი აქცენტი, მაგრამ ესეც არის, იმიტომ რომ ბევრი სხვა ფაქტორია ამ შემთხვევაში და სწორედ ამ საკითხებზე გვინდა ვისაუბროთ აწარმოებ საქართველოს დირექტორის მოადგილესთან ბატონ თორნიკე ზირაქიშვილთან, რომელიც უკვე არის Eagle Hills ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ამავდროულად ბატონო თორნიკე, ხო? ეს გუშინ ვნახეთ ჩვენ ეს მაჩვენებელი, ეს ასე ვთქვათ, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ამ კუთხით და თუ შეიძლება ამ შემთხვევაში დავიწყოთ ამ ნაწილით გუშინდელი რეგისტრაციის მაჩვენებელი, რას ნიშნავს, როგორ ფორმირდა კომპანია და შემდგომ უკვე გადავიდეთ დეტალებზე, ანუ რა იგეგმება ამ შემთხვევაში და უკვე ვნახეთ ის რაც მანამდე მაინც ასე თუ ისე თეორიული მტკიცება იყო სახელმწიფოს მონაწილეობასთან დაკავშირებით, გუშინ ეს უკვე იურიდიულად ვნახეთ. კი ბატონო, პირველ რიგში დავიწყოთ გუშინდელი ამონაწერის ამოსვლა, ესე ვთქვათ, კიდევ ერთი დასტური იყო იმ მონაცემების იმ მაჩვენებლის, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს კომპანია არის სახელმწიფოს თანამეწილეობით შექმნილი, ჩვენ გვაქვს 33.33% ამაში და ამასთან ერთად ჩვენ როგორც სახელმწიფო ვართ სამეთვალყურო საბჭოს წევრი. რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი? ეს არის ყველა გამართული კომპანიის, ყველა კორპორაციის მართლობის სწორი და ყველაზე ღია ფორმა, რაც კი შეიძლება რომ კომერციულ პროექტებს შეიძლება გქონდეს. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენ მხრიდან, რომ თავად კომპანიის მხრიდან იყო თავიდან ღიაობა ამ პროცესში, რომ მათ უნდათ და ჩვენ გქონოდა ესეთი ხედვა, ესეთი ჩართულობა ამ პროექტში და ჩვენ გქონდა ყველა შესაბამის ინფორმაციაზე წვდომა ამ მექანიზმის საშუალებით, რომელიც შეიძლება რომ პროექტის განვითარებას უკავშირდებოდეს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი კავშირის მექანიზმი პროექტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოვლენების, ზედამხედველობის და სხვა კუთხით, რომ ჩვენ ქართულ მხარემ მუდმივ რეჟიმში ვიცოდეთ თუ როგორ ვითარდება პროექტი, რა მდგომარეობაშია ეს, რა მოხმარა არის საჭირო ჩვენი მხრიდან და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, თუ რაოდენ გამართულია ღია ეს კომპანია ეს სახის ჩართულობისათვის და რაოდენ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ინტერესები იყოს გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში, იმიტომ რომ მსგავსი სახის ჩართულობა ყოველთვის ესეთი ზომის პროექტებზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხრიდანაც. კი ბატონო, ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ჩვენ ვნახეთ არაერთი საკმაოდ ისეთი რთული სპეკულაცია შეიძლება ასე ითქვას ამ ნაწილზე, მაგრამ ვიდრე სპეკულაციებზე გადავალთ, მანამდე აი ამ გაჟღერებული სპეკულაციების ფონზე სამწუხაროდ ჩემი აზრით დიდად არ გამახვილდა ყურადღება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომ ქვეყანამ შეძლო მოახერხა, რომ ასეთი მნიშვნელობის ინვესტიცია მოეზიდა, ხომ? თან ეს ინფოზე რომ ჩვენ ერთის მხრივ ხედავთ Eagle Hills-ის ინვესტიციებს მთელ მსოფლიოს მასშტაბით, 20-მდე ქვეყანაში თუ არ მეშლება, მათ შორის ევროპაში და მე ვფიქრობ, რომ Eagle Hills-ის მსგავს ინვესტორის მოზიდვაზე კონკურენციაა და არა ის რომ ყველგან შედის და ვინ დატოვებს და ვინ არა. პრინციპში ეს იყო აწარმოეს საქართველოსის განსაკუთრებული აქტივობა, შეიძლება ასე ითქვას. აი როგორ მოხერხდა, როგორ მოვახერხეთ, რომ Eagle Hills საქართველოს როგორც აი მიმზიდველი ადგილი საინვესტიციო დავანახეთ. ძალიან სწორი აღნიშნა იყო, ეს არის კომპანია, რომელიც არის კონკურენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენც უკვე გვეკითხებიან სხვა ჩვენი მსგავსი აგენტები, რომ როგორ მოხდა ის, რომ ესეთი ზომის, ესეთი
რეპუტაციის და ეს თვითონ დიდი გეგმების მქონე კომპანია შემოვიდა ქვეყანაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ იყო მარტო ერთი სააგენტოს ფუნქცია, თქმა უნდა, ამაში იყო თვალსაჩინო სახელმწიფო და სრულიად სხვა დონის პირები, ვინც მოახერხა ის, რომ ეს პროექტი მოვიდა ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ჩვენი როლი ვითამაშეთ, მათ შორის ეს მოიცავდა არაერთ ტექნიკურ და მაღალი დონის ვიზიტს პარკლებში, რომელიც ჩამოვიდნენ საქართველოში, მოინახულეს ეს ლოკაციები, გაიცნენ საინვესტიციო გარემოს, გაიცნენ საგადასახადო გარემოს, ნებისმიერ სხვა საკითხი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს, იქნება ეს მიწის საკითხი თუ ბიზნეს გარემოს საკითხი, ყველაფერი იქნა შესწავლილი ძალიან დეტალურ დონეზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ უნდა აღვნიშნოთ. რა პერიოდი დაჭირდა დაახლოებით აი ამ ზუსტად ეს იყო შემდეგი ჩემი საკითხი, რომ რა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ყველაფერი მოხდა წელიწადზე ცოტა უფრო მეტ პერიოდში, რაც არის ერთგვარი რეკორდი, რომ ესეთი სახის გადაწყვეტილებები ისე მალე არ იქნება მიღებული ხოლმე როგორც წესი, ან ჩვენ როგორც წესი ვხედავთ, რომ უფრო მეტი დრო ჭირდებათ ინვესტორებს, მაგრამ ის მოცემულობა, რაც მათ ნახეს, ის გარემო პირობები, რაც მათ დახვდათ ადგილზე, მათ მიცათ იმის ნდობა, რომ ეს გაწყვეტა მიიღოთ ჩქარა და რა თქმა უნდა, ნებისმიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ჩქარი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უფრო მალე მოხდება პროექტის განხორციელება, უფრო მალე მოხდება ეკონომიკური უკუგების მიღება ამ ყველაფერსგან, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესიც იყო, რომ ამ ტემპში თქვათ ისინი არანაირი შეფერხების ან არანაირი ბარიერის წინაშე არ დამდგარიყვნენ და ვფიქრობ, რომ ამას ძალიან კარგად მივახციეთ ორივე მხარემ. კი ბატონო, მე მინდა რამოდენიმე სხვა თემაზეც ვისაუბრო, თუმცა ვიდრე ამ სხვა საკითხებზე გადავთ, მათ შორის ზოგადად საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით და აწარმოება საქართველოს შესახებ მინდა ბუნებრივად ვისაუბროთ. მაინც მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ უფრო მეტი დეტალი რომ გთხოვოთ ახლა ადამიანს, რომელიც სამეთვალყურო საბჭოშია წარმოდგენილი და ჩვენ გვიყურებთ და გვისმენენ, ასე ვთქვათ, ჩვენი მაყურებლები, მსმენელები და უშუალოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩართულია, შეიძლება ითქვას, მართლა სამეთვალყურო საბჭოს დონეზე, ამ შემთხვევაში თუ შეიძლება რამდენადაც ღია ინფორმაციაზე დაყრდნობით, ღია წყაროზე დაყრდნობით, შეგვიძლია გავფანტოთ ასე ვთქვათ, სპეკულაციები, რომელიც არსებობდა რამოდენიმე მიმართულებით, მათ შორის დღეს იყო პრემიერის ბრიფინგზე დასმული კითხვა კვლავ მიწასთან დაკავშირებით ზოგადად, ანუ არის რამოდენიმე საკითხი, სახელმწიფოს ვალდებულებები, რა ვალდებულებები წარმოქმნა სახელმწიფოს მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, დასახელდა ფასი ასევე პოტენციურად გასაყიდი ქონებს. თუ შეიძლება რომ აი ამ კომპონენტებს მივყვეთ რა კითხვებით დაისვა, რასაც არა მე შემოგაშველებთ დამატებით და აი გავუცეთ პასუხი აი ამ ნაწილს. აუცილებლად დავუწყოთ პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ უკვე იმდენ საუბარი შედგა ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ ვფიქრობ, ყველა არსი, ყველა კრიტიკული კითხვა, რაც შეიძლება დასმული იყო, ყველაფერზე უკვე პასუხი გვაქვს. ის რომ რაღაც კომერციული ნაწილი ამ პროექტის არ არის საჯარო, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას არ გვესმის, რას მოიცავს ეს პროექტი. ჩვენ აერთხელ ვახსენეთ და ეს არის სრულიად რეალობა, რომ ქართულ მხარეს არანაირი ფინანსური ვალდებულება, არანაირი ფინანსური გარანტია, არანაირი არასტანდარტული პირობები ჩვენ არ შეგვითავაზებია და რეალურად ეს არის სრულიად კომერციული პროექტი. შესაბამისად, ქართული მხარე ამ პროექტში შევიდა თავისი მიწის კონტრიბუციით, რის სანაცვლოდ შესაბამისად მივიღეთ 33.33% ამ კომპანიის მეწილის თვალსაზრისით. რაც რა თქმა უნდა გულისხმობს, რომ გარკვეული პერიოდის მერე, როგორც ნებისმიერი მოწილე, ჩვენ მივიღებთ დივიდენდს და რეალურად ფინანსურ უკუგებას ამ პროექტიდან, რაც იქნება, რა თქმა უნდა, პროპორციული იმ კონტრიბუციის, რაც ჩვენ გავაკეთეთ და უფრო მეტი. ციფრებით ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ხომ, რაც პირველადი გათვლა. კი, იყო ნახსენები 2 მილიარდი ლარის პირდაპირ ფინანსური ეფექტი, რომელსაც დივიდენდის სახით ჩვენ მივიღებთ, მაგრამ უფრო მეტი ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამხელა ეკონომიკური ეფექტი ექნება ამ პროექტს. ჩვენ საუბრობთ რეკორდულ ინვესტიციაზე საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ვახსენეთ არაერთხელ 6.6 მილიარდი დოლარი, რო წარმოვიდგინოთ, ეს არის რამოდენიმეჯერ აღემატება თქვა წლიური ნიშნულს, რომელიც არის ყოველწლიურად დაფიქსირებული, ამიტომაც ეს არის ნამდვილად გამორჩეული პროექტი საკუთარი მასშტაბით და უფრო მეტიც ეს მოიცავს დაახლოებით 24,000 ადამიანის დასაქმებას, რაც არის გარკვეულწილად თავისი დიდი მნიშვნელობის, რომ ამხელა სოციალური და ეკონომიკური ეფექტი ექნება მსგავს სახის პროექტს და მომდევნო ეტაპზე, როცა ოპერატიულობის ფაზაში გადავა ეს პროექტი, მოიაზრებს 8,000 ადამიანის დასაქმებას, რაც რა თქმა უნდა არის კიდევ უფრო დიდი ეფექტი, რომელიც შეიძლება ამ პროექტს მოუტანოს. ამასთან ერთად ჩვენ აერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პროექტი განხორციელდება და ეხლაც ხორციელდება მაქსიმალურად ქართული კომპანიების ჩართულობით. რა თქმა უნდა, ეს არის ამაზე იყო კიდე ასე დამატებითი შემოსავალი. ეს პრინციპი იყო თავიდანვე კომპანიის მხრიდან დასაჟღებული. ჩვენი იდეა, მოსაზრება, პრინციპი არის, რომ სადაც შეგვიძლია რომ მოახერხოთ, რომ ქართული კომპანიები დასაქმდნენ, ყველა შემთხვევაში ჩვენი კონტრაქტორები იქნებიან ქართული კომპანიები და ჩვენ უკვე გვაქვს ამ მასალებზე ხედვა და ვიცით ზუსტად რომ ეს არ არის მხოლოდ ნათქვამი, ეს არის რეალობა და მათ ყავთ უკვე 10-მდე კონტრაქტორი ეს დავარქვათ, რომელიც არიან სწორედ საქართველოს წარმოდგენილი კომპანიები. კი ბატონო. მოკლედ, კიდევ ერთი ნაწილი აუცილებლად მინდა აღვნიშნო უფრო დეტალურად. რეალურად არსებობს თუ არა ახლა
ორი საკითხი, რომელიც ასევე იქნა გაჟღერებული, რომ რაიმე ტიპის გარანტია აქვს თუ არა კომპანიას, ან სადმე არის თუ არა დაფიქსირებული, რომ აუცილებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა იყიდონ, თქვათ, ბინები იყო ამასთან დაკავშირებით, რაღაცა გარკვეული ტიპის სპეკულაციები და ასევე გამოითქვა და აღინიშნა მთელი რიგი სპეკულაციები ფასებთან დაკავშირებით. ახლა შეგვიძლია თუ არა ან ერთი თქვა და დადასტურებულად რაღაცა ფორმით, ან მეორე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი ესეთი ჩანაწერი მოსაზრება ან რაიმე სხვა სახის, თქვათ, მითითებაც კი არ არის არც ერთ დოკუმენტში ხელშეკრულების. ეს პროექტი არის, როგორც ვთქვით, სრულიად კომერციულ პირობებზე დაფუძნებული, სრულიად ღია ყველასაც და აქ ნახოთ პირველი ნაბიჯი კომპანიის, როცა ის შემოვიდა ქვეყანაში, იყო რომ მათ ქალაქის თავარ ქუჩაზე გახსნეს ოფისი, რომელიც არის ერთ-ერთი გაყიდვების ცენტრი, რომელიც რა თქმა უნდა ყველა შეუძლია რომ რა თქმა უნდა ეს არის კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს, თუ რაოდენ ღია არიან ისინი იმისთვის, რაოდენ მოიაზრებენ, რომ ამ პროექტის რეალიზება უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გაყიდვა უნდა იყოს. ეს კიდევ ერთხელ მეტყვი, რამდენად ღია ეს კომპანია, რამდენად მათ აქვთ ორიენტაცია ქართულ ბაზარზე. მეორე სხვა თუ შევხედოთ სუფთა კომერციულად, თქვათ ესე. მათ ძალიან კარგად იციან, რაც არის უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში. ამას სწავლობდნენ არაერთი კომპანიის და მათ შორის ჩვენი დახმარებით. შესაძლოა მათი ინტერესია რომ დადონ კონკურენტული ფასი და საბაზრო ფასთან მიმართებაში რომ მოხდეს რაც შევა მალე ამ პროექტების რეალიზება. ეს არის სრულად მოგებაზე კომერციაზე ორიენტირებული კომპანია, ამიტომაც მათთვის ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომ რაც შეიძლება მალე მოახდინონ პროექტის რეალიზება და ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ქართველებისთვის, ასე უცხოებისთვის ეს პროექტი იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი და კიდევ ერთხელ არანაირი პრივილეგია, არანაირი გარანტია, არანაირი სხვა ფორმის რაიმე ვთქვათ, მითითება ამ კონტრაქტში არ არის, რომ ერთი ან მეორე სახის მყიდველი იქნება უპირატეს მდგომარეობაში. კი ბატონო, და აქაც ასე ვთქვათ, ხშირად ეს ფასის გამოთვლასთან დაკავშირებითაც რომ იყო საკითხი, ხშირად ფასის გამოთვლის შემთხვევაში იმის მიღმა რჩება და მხოლოდ კომერციული ფართების მიღმა საუბრობენ ხოლმე ფასთან დაკავშირებით და არა და თითქოს მხოლოდ საცხოვრებელი ნაწილი უნდა იყოს, არა და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არაერთ კომერციულ ობიექტზე. კი ბატონო, ეს უნდა გავუთვალისწინოთ აუცილებლად პირდაპირ ესე ვთქვათ, აღება თამური მოცულობის და ამის გადამრავლება არანაირად არ არის ვთქვათ მიმართებაში, არანაირად კი სამწუხაროდ ესე ვერ იკეთება ეს პროექტები, ამას მოიცავს ძალიან დიდი ფინანსური ანალიზი მოიცავს, ამასთან უნდა გავუთვალისწინოთ, რომ იქნება ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები, რომელსაც რა თქმა უნდა თავისი ფინანსური ინტენსივობა აქვს, იქნება კომერციული ნაწილი ამ პროექტის, რომელსაც სხვა სახის ინტენსივობა აქვს კაპიტალ დანახარჯში, იქნება ეგრეთ წოდებული მარინა ბათუმში, რომელსაც სრულიად სხვა სახის მოცულობები ჭირდება შესაბამისად და ამ ყველაფრის გათვალისწინებით რეალურად პროექტის ჯამური მოცულობაც ამოდის ამ ყველაფერის ფონზე და არა თქვათ მარტივად რაღაც რაოდენობის რაღაცაზე გადამრავლებაზე. კი ბატონო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბროთ, არის სწორედ აწარმოება საქართველოში საქმიანობა, რომელიც მიმართულია ბუნებრივია მათ შორის და უპირატესად ინვესტიციების მოზიდვაზე და ცხადია, რომ უკვე ვისაუბრეთ იგლხილცის შემოყვანა თუ რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, რამდენად დიდი სამუშაოა ამ შემთხვევაში გაწეული, რა თქმა უნდა, საერთო პოლიტიკის განხორციელებასთან ერთად, მაგრამ ამავდროულად მე მქონდა კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, თქვენ ჩემზე მეტი გაქვთ კომუნიკაცია ბიზნესთან, მათ შორის დეველოპერული სფეროს წარმომადგენლებთან, მქონდა საშუალება მათთან ინტერვიუები ჩაგვეწერა, ძალიან მსხვილი დეველოპერები, ყველა პრინციპში, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი, ჩვენი ადგილობრივი კომპანიები და რაც საინტერესოა, რომ ისინი უყურებენ იგლხილს არა როგორც კონკურენტს ამ შემთხვევაში, არამედ უყურებენ როგორც საშუალებას, რომ მეტი, ასე ვთქვათ, მყიდველი მოიზიდონ, ან მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით, რომ შეიძლება იგლხილს სულაც არ არჩიოს მის საბოლოო გადაწყვეტილება და არჩიოს ნებისმიერ სხვა კომპანიებს, ხუებს აღარ დავასახელებ. ამ შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო პროცესია ეს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ის რომ ქართული დეველოპერები და არსებული კომპანიები ამაში შესაძლებლობას ხედავენ ეს ერთ ნაწილი. მეორეს მხრივ ინვესტორთან ურთიერთობის ნაწილში არის თუ არა დამატებითი ფაქტორი ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით იგლხილსის სახელის გაჩენა და დაფიქსირება საქართველოში. პირველ რიგში აქ უნდა აღნიშნოს, როგორც კი ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები და ეს მოლაპარაკებები რაღაც დონეზეც კი უკვე საჯარო გახდა და ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია, მაშინვე ჩვენ მივიღეთ დამატებით დაინტერესება კომპანიებისგან, იმიტომ რომ მათ მიიღეს სიგნალი, რომ საქართველოს მზად არის და საქართველოს მოიაზრებს გავსი სახის მასშტაბური და რეპუტაციული კომპანიების მოზიდვას. ეს ნიშნავს, რომ დობა იზრდება ქვეყნის მიმართ. ანუ ეს სახის ინვესტორის შემოსვლა არ არის, რომ ეს იქნება ერთი ან ორი პროექტი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს იმხელანი დობა, რომ ასეთი კომპანია ახორციელებს პროექტს და ჩვენ უკვე არაერთი კომპანიისგან მივიღეთ ინტერესი, ზოგი თქვათ, კომპანიებს ადრე მოიაზრებდა ქვეყანას და ეხა უკვე თავიდან გაიგუძა ეს ინტერესი მასში, ან ახალი კომპანიები, რომელსაც დაინტერესდნენ, იმიტომ რომ მათთვის უკვე გახდა, რომ ეს ბიზნეს გარემო შეფასებულია, მან იციან, რომ ეს ბიზნეს გარემო არ შეფასებული ერთი ტოპ კომპანიის მიერ და თუ მათთვის მისაღებია, რა თქმა უნდა, ახალი კომპანიისთვისაც შესაბამისად მისაღები იქნება. ჩვენ უკვე მუშაობთ რამოდენიმე პროექტს ამ მიმართებაში,
რა თქმა უნდა, ამან ასევე გამოიწვია მეორე ეფექტი, რომელიც გლობალური ბრენდები შეგვიძლია ამას დავარქვათ, ისინიც კი დაინტერესდნენ საქართველოს, იმიტომ რომ მათთვის ესეც გარკვეული ნიშანი იყო, რომ თუ ესეთი კომპანიები შემოვლენ და ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნება, ჩვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს, იმიტომ რომ ეკონომიკურად ეს ქვეყანა უკვე არის მზად, რომ მსგავსი სახის ბრენდი მიიღოს და თქვათ უახლოეს მომავალში ჩვენს გავაკეთებთ განცხადებას, რომ ერთ-ერთი ტოპ ბრენდი მსოფლიოში უკვე საქართველოს იქნება წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სასახარულო ფაქტი ვფიქრობ ყველასათვის. კი ბატონო, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან ჩვენ ეხლა რაც ყველაზე მეტად გვჭირდება არის სწორედ ბუნებრივად დამატებით ახალი პირდაპირ უცხო ინვესტიციების მოსვლა, ახალი ბრენდების შემოსვლა მათ შორის და აუცილებელია კიდე რამოდენიმე კომპონენტის ხაზგასმა, რომ ხშირად ასევე საუბარი იყო, რომ თითქოს ხოლო დეველოპერულ სექტორს შეეხება ეს ნაწილი, მაგრამ ამასობაში ჩვენ ვხედავთ ასე ვთქვათ ტურიზმის სექტორს და მათ შორის Eagle Hills-ის შემთხვევაშიც ასევე მათ ვებგვერდზე იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საუბარი დაახლოებით თუ არ მეშლება 300,000-ით ზრდაზე წლიურად ტურისტული ნაკადის, მაგრამ ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ალბათ მაღალი მსყიდველობითი უნარიანი ტურისტები, რომელიც შეიძლება იყვნენ ამ ნაწილში ჩართული. რამდენად სხვა სექტორებზე იქონიებს გავლენას ამ როგორც ვთქვით, ეს არის სწორედ ახალი შეთავაზება განსაკუთრებით ბათუმის შემთხვევაში. როგორც მოახსენეთ, ეს არის ეგრეთ წოდებული მარინას შექმნა, რომელიც აქამდე საქართველოს საერთოდ არსებობდა, კომერციული სივრცეების შექმნა, რომელიც ახალი მიმართულების არის და სრულად ახალი ინფრასტრუქტურა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ თბილისის შეთავაზებაზე, რომელიც ასევე მოიცავს მნიშვნელოვანი კომერციული და ახალი ბრენდების შემოსვლას ქვეყანაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამატებითი ტურისტის მოზიდვაზეა ორიენტირებული. ამ ინფრასტრუქტურას რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასობით ათასი ახალი ვიზიტორის უზრუნველყოფა გააკეთოს და ყველა ესეთი პროექტი, სადაც ჩვენ ვნახეთ, იქნება ეს გახსოვებული Eagle Hills-ის მიერ თუ სხვა მასშტაბური პროექტი, ყოველთვის ხდება ტურიზმის ეგრეთ წოდებული მოზიდვის ეპიცენტრად და შესაბამისად იგივე მოსაზრება ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ ეგრეთ წოდებულად რაც ვეძახით, რომ რუქაზე დასვას ლოკაცია სწორედ ხდება მსგავსი სახის პროექტებით და მსგავსი სახის ცნობადობის ამაღლებით. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საქართველოს შემთხვევაში ძალიან აქტუალური იქნება. კი ბატონო, და მართლაც ეს კომპონენტი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მაღალი მსყიდველობით უნარიანობის მქონე ტურისტი მოვიზიტოთ ამაზე. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენ ვხედავთ არაერთი მიმართულებით პირდაპირ ფრენებს საქართველოსდან, რაც უკვე ტურისტს უადვილებს ქვეყანაში. მოხდა დღეს ვნახეთ ანონსი, მათ შორის ვენეციასთან პირდაპირი ფრენები და არ ვიცი მართლაც რა ვიცი, კვირა არ გავარ რაღაცა ახალი სიახლე პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით არ მივიღოთ, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. წლის ბოლოა ასე ვთქვათ და აუცილებლად მინდა გითხოთ, ნუ ცალსახად ხა ვიცი რომ ძალიან ბევრი რამე საკეთებს, მაგრამ სულ რომ არაფერი გაეკეთებინა აწარმოებს საქართველოს ისეთი შეთანხმება Eagle Hills-თან დაკავშირებით, რომ ალბათ ეყოფა 10 წლეულებს და მეც, მაგრამ კლიანობაში რომ შევაფასოთ საქართველოს საქმიანობა მიმდინარე პორტფელი, გარდა Eagle Hills-ა, Eagle Hills-მა წაიღო და გადაფარა ყველაფერი ბევრი კომპონენტით, მაგრამ არაერთი მაგარი საქმე მართლაც თითქოს ოდნავ ყურადღებოდ დაგვრჩა. თუ შეიძლება აი ამ კომპონენტებზეც რო ვილაპარაკოთ ამ მიმართულებითაც. ნამდვილად, დიდი სააგენტო ვართ რეალურად და ვფიქრობ, რომ მართლა ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რაც რეალურად ბიზნესს ეხმარება და ყოველთვის ჩვენი ორიენტაციაა იმაზე, რომ რა სჭირდება ბიზნეს დამატებით. დავიწყოთ იმით, რომ რა არის პოლიტიკა და ჩვენი მოსაზრება და პრინციპები რეალურად ამ შემთხვევაში პირველ რიგში რაც იყო უკვე რამდენიმე წელი ეს არის ხელმისაწვდომის გაზრდა. იქნება ეს პროგრამული, გეოგრაფიული თუ სხვა სახით, რომ ყველა პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საწარმოო საქართველოში, რომ იყოს ყველა მეწარმისათვის მორგებული, ყველა მეწარმისათვის რაღაცნაირად ხელმისაწვდომი. მაგალითად, რო გითხრათ, უკვე წლებია ჩვენ დავიწყეთ რეგიონალური ჰაბების გახსნა, რომელიც წელს უკვე 3 დავამატეთ და ჯამში უკვე ფუნქციონირებს 6 და რა თქმა უნდა ყველა რეგიონს მომავალწლესაც ექნება საკუთარი ჰაბი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, იმიტომ რომ უკვე ნებისმიერ ბიზნესის წარმომადგენელს ადგილობრივად შეუძლია მიმართოს ამ ჰაბს, რეალურად მიიღოს მისთვის ყველა შესაბამისი სერვისი, დახმარება იქნება, ფინანსური მხარდაჭერა იქნება თუ სხვა სახის კონსულტაცია უკვე ადგილობრივად აქვს მათ ამის საშუალება. უკვე ვნახეთ, რომ 2000-ზე მეტმა ბიზნესმა მიმართა ამ ჰაბებსაც უკვე ისინი გაიხსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად მოხდა რა თქმა უნდა ჩვენი ფინანსური მექანიზმების გადახედვა, რომ ჩვენ მეტი მხარდაჭერა შეგვეთავაზებინა კომპანიებისათვის, მოხდა როგორც საპროცენტო თანადაფინანსების ხაზის გაზრდა, ამასთან ერთად საკედო საგარანტიო მექანიზმის პროაქტიულად გამოყენება და ამასთან ერთად შევმუშავოთ სრულად ახალი პროგრამები, როგორც არის მაგალითად ეგრევე ბონდების გამოშვების პროგრამა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რამოდენიმე ასობით მილიონის რეალურად ემისიები გამოიცა სწორედ ამ პროგრამის საშუალებით. თითქოს აი ამ პროგრამის ბონდების ნაწილს ყურადღება არ შედარებით მოაკავდა. ვფიქრობ, იმ ხელად ციფრებზეა საუბარი, რომ ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანი და იყოს და რა თქმა უნდა ეს არის კიდევ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ალტერნატიული მექანიზმი, რაც ძალიან კარგია და აი ეს განმარტოთ ასე ვთქვათ ალტერნატიული მექანიზმი.
რას გულისხმობს, აი რა სარგებელი გვაქვს ასე ვთქვათ ბონდების ნაწილის. კი ბატონო, ყველაზე მარტივად რო შევხედოთ, როცა ბიზნესს სჭირდება ფული, ამისი გენერირების რამოდენიმე სახის მექანიზმი არსებობს, მაგათაც შეგვიძლია მივმართოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, შეგვიმართოთ ბანკს, შეგვიძლია მივმართოთ სხვა სახის ინსტრუმენტებს და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ინსტრუმენტია რა თქმა უნდა ბონდების გამოშვება. შესაბამისად, ამ საშუალებით რეალურად კომპანიებს გაუშვათ ახალი შესაძლებლობა, რომ ჩვენი დახმარებით გამოეშვათ მსგავსი სახის ბონდები და როგორც ვთქვით, დაახლოებით რამოდენიმე ასობით მილიონის გენერირება მოხდა ამ ბიზნესების ამ მექანიზმით. რა თქმა უნდა, ეს არის უპირატესი, იმიტომ რომ ეს არის სრულად ახალი მექანიზმი, სრულად ახალი მიმართულება ჩვენთვისაც და რა თქმა უნდა კომპანიებისთვის ახალი ხელშეწყობის ხაზი. ამასთან ერთად უნდა აღვნიშნოთ სხვა მიმართულებები, რომელიც სააგენტოს გააჩნია, არ მინდა რომ დავჩაგრო თქვა ექსპორტის მიმართულება. იმიტომ რომ ექსპორტზე მინდოდა ზუსტად. კი, რომელიც არის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენთვის ამ შემთხვევაში არის და უკვე გადავეწყვეთ იმ პრინციპზე, რომ ჩვენთვის პირველი პრიორიტეტი არის როგორ ვაპოვნინოთ ქართულ მეწარმეს რეალურად ყიდველი. რეალურად ამაზე არის კონცენტრირებული ჩვენი მთელი მექანიზმები, რაც კი მხარდამჭერია ამ ფაქტორის. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ღონისძიება, რომლაც ახლა დავბრუნდით ცოტა ხნის წინ იყო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტ-ექსპო, სადაც 40-მდე კომპანია ყავდა წაყვანილი და ჩვენ ვიყავით საპატიო სტუმრის სახელით წარმოდგენილი, ამაც უზრუნველყო, რომ ამ კომპანიების მიმართ იყო განსაკუთრებული ინტერესი ამ გამოფენის ფარგლებში და რეალურად უკვე მათ მოახდინეს რამოდენიმე კონტრაქტის გაფორმება, ამასთან მოლაპარაკების დაწყება სხვა მნიშვნელოვან კონტრაქტებზე და უკვე კომპანიები ამბობენ, რომ ეს მათთვის არის წამყვანი გამოფენა, რომელზეც ისინი იყვნენ წლის განმავლობაში და შედეგების ნაწილში. ასევე მემზადებით მეორე ვსვათ, ეგრეთ წოდებული გამოფენა არის Gulf Food-ი, რომელიც გამართება იანვარში და ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმოჩენილი ღონისძიებაა წლის ცხრილში თქვა ჩვენთვის და ამასთან ერთად მოვიაზრებთ მომავალ წლებში ახალი მექანიზმების შემოღებას, რომელიც მხარს დაუჭერს კომპანიებს ეგრეთ წოდებული ელექტრონული კომერციის ნაწილში, რომ უფრო მეტი კომპანია ასევე გახდეს და მოხდეს ტრანსფორმაცია არაექსპორტიორ კომპანიიდან ექსპორტიორ კომპანიად და ასევე მოვიაზრებთ თქვა გარკვეულ ჩართულობას ლოჯისტიკის ხელშეწყობის ნაწილში. ამიტომაც ამ მხარესაც თქვა ექსპორტის ხელშეწყობის ნაწილში ჩვენ ყავს ასობით ბენეფიციარი წლის განმავლობაში, ვფიქრობთ რომ ვაკეთებთ საკმაოდ უნიკალურ საქმეს მარტი მხარდაჭერის ნაწილში და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ყოველთვის უყურებთ უკუგებას. რამდენს ხარჯავს სახელმწიფო თქვა 1 ლარის სახით და რა სახის შემოსავალს იღებს უკან კომპანია. რა გვაქვს ახლა აქ შედეგები? რეალურად ჩვენ გვაქვს საშუალოდ რომ 1 გახარჯულ ლარზე 10 ან მეტი ლარის გენერირება ხდება კომპანიის მხრიდან შემოსავლების ნაწილში, რა თქმა უნდა. 10 ან მეტი ლარის, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის ძალიან სასიხარულო ფაქტორი და ეს რეალურად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ის აქტივობები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, არის რეალურად ყველაზე წარმატებული და წარჩემული პრაქტიკა და არაერთხელ აღვნიშნავთ და ჩვენ რეალურად ჯილდოებიც გვაქვს მიღებული იმ პრაქტიკებისათვის, რაც ჩვენ დავნერგეთ ექსპორტის მიმართულებით და აქვე მინდა აღვნიშნო ასევე საგანმანათლებლო და ტექნიკური დახმარების მექანიზმები, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია მეწარმეებისათვის, რომ თუ ისინი თქვათ არ არიან ჯერ ექსპორტიორები ან სურთ რომ გარდაიქცნენ ექსპორტიორებად, ყველაფერი ამაზე გვაქვს მხარდაჭერის მექანიზმი. აი ექსპორტზე მინდა კიდევ უფრო მეტი კითხოთ თქვათ ამ შემთხვევაში. თქვენი დაკვირვებით კომპანიები, რომელსაც თქვენ უხეშად ვთქვათ, ემუშავებით აქტიურად, იმიტომ რომ საგანმანათლებლო კომპონენტიც ახსენეს, ბუნებრივია. და ამასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ. აი რამდენად ხედავთ მათ სურვილს და მათ შორის აი როგორი გვაქვს სტატისტიკა, გარკვეულ შეიძლება არა კონკრეტული ციფრები, მაგრამ დინამიკა როგორი გვაქვს უფრო ზუსტად რო ვთქვათ, მათი სურვილი ექსპორტისკენ მიდრეკილების და რეალურად აი ხდებიან თუ არა ესენი ექსპორტიორები, ანუ საბოლოო ჯამში აი ახერხებენ თუ არა საბოლოო ჯამში წვდომას თქვა საერთაშორისო ბაზრებში. ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე სტატისტიკა მოვუყავთ. მაგალითად 2018-19 წლებში ჩვენ პლატფორმაზე, რომელიც არის tradewigeorgia.com, იყო რეგისტრირებული დაახლოებით 300-მდე კომპანია. დღეს მათი რიცხვი არის დაახლოებით 1000-თან ახლოს. შესაბამისად, აქ ხედავთ, რომ არა მხოლოდ ისინი ახერხებენ რომ გახდნენ ექსპორტიორები და არა მხოლოდ მათ აქვთ სურვილი, მაგრამ რეალურად მათ აქვთ ინიციატივა, რომ ჩაერთონ ამ პროგრამებში და რეალურად იყვნენ ამ პროგრამის ნაწილი. ჩვენ შემოვიღეთ ახალი პროგრამები, რომელიც მაგალითად არის ინდივიდუალური ექსპო გრანტი, სადაც კომპანიებს უაძლევთ საშუალებას, რომ გარდა ჯგუფური გამოფენებისა, მათ თვითონ აირჩიონ მათთვის სასურველი გამოფენები და თვითონ წავიდნენ მათთვის სასურველ ღონისძიებებზე. დაახლოებით 100 კომპანია იყო ისეთი უკვე 2 წლის განმავლობაში, ვინც ამით ისარგებლა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ რაოდენ მაღალი დინამიკაა, რაოდენ დიდი სურვილია და რაოდენ დიდი ჩართულობა ამ კომპანიებისათვის, რომ ისინი სხვა გამოფენებზე, სხვა ღონისძიებებზე იყვნენ წარმოდგენილი და მოახდინონ საკუთარი პროდუქტის ექსპორტირება და რეალიზება. აქ უნდა აუშვათ აუცილებლად, რომ ეს კომპონენტი მოიცავს, რომ კომპანია თვითონაც თანადაფინანსებას შემოდის და თვითონაც კონტრიბუციას აკეთებს ფინანსურს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს და წავიდეს. ამიტომაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, როცა ვხედავთ, რომ კომპანია ამ დონის ინიციატივას იღებს საკუთარ თავზე. კი ბატონო, და ახლა მინდა კითხოთ სფეროებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად.
თქვენ შემთხვევაში არის თუ არა რომელიმე სფერო, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, რომ პრიორიტეტული, ან თქვენ დაკვირვებით რომელ სფეროებში ჩანს უფრო ესეთი მზარდი დინამიკა, ორივე მხრივ რომ შევხედოთ. ისევ ალბათ უნდა დავუყოთ ეს მიმართულებება, თქვათ, მეწარმეების კუთხით ჩვენ ყოველთვის უყურებთ სხვადასხვა სექტორს და გვაქვს 150-ზე მეტი საქმიანობა, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს ჩვენი მხრიდან, ეს არის მაკროპროგრამის ნაწილში, მიკროპროგრამის ნაწილში, ეს ფერად დიდი ჩამონათვალია და რეალურად ძალიან ცოტა ესეთ საქმეები, რომელსაც ჩვენ შეიძლება არ ვაფინანსებდეს ან რამენაირად გვერდში არ ვუდგევართ. რაც შეეხება ექსპორტის ნაწილში, აქ გვაქვს ჩვენ განსაზღვრული კონკრეტული სექტორები, რომელიც წინდება რამოდენიმე სახის მექანიზმის საშუალებით, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ჩვენი შიდა მოკვლევა, შეიძლება იყოს საერთო კვლევა, ან შეიძლება იყოს კომპანიების მხრიდან მომართვა და რაც ძალიან საინტერესო ტენდენცია არის, რომ ჩვენს ზოგჯერ პოულობთ ხოლმე კომპანიათა ჯგუფს, რომლებიც იმდენად წარმატებულები არიან და იმდენად კარგად ახერხებენ თავგუთარი საქმიანობის თქვა წარმართვას, რომ ისინი მოგვართავენ, რომ ხომ არ შეიძლება რომ ამ პროდუქციის ექსპორტირება მოხდეს. თქვა უახლოესი მაგალითი ამისი იყოს ცხოველების საკვები დანამატები, რომელსაც ჩვენთვის საინტერესო სექტორი აღმოჩნდა და ჩვენ დავიწყეთ მათ ხელშეწყობა უკვე რამოდენიმე წელია და ესეც რთული იყო, ხო, თავიდან გათვლა, რომ როგორ შეიძლება. კი ბატონო, მაგრამ ძალიან კარგი კომპანიები არიან ამ სექტორშიც, მაგალითად არის შესაბუთი მასალების სექტორი, რომელიც ასევე კარგი წარმატებებს აღწევს და ჩვენ ახლა უკვე კონცენტრირებულობთ და ერთ ახალ სექტორს მინიმუმ დავამატებთ უახლოს მომავალში, რომელიც ასევე დიდი ხანია ვიკვლევდით, რომ მივსულიყავით ამ ეტაპამდე. და მესამე ეს არის, რა თქმა უნდა, ინვესტიციების მოზიდვის მხარე, რომელიც სულად სხვა სექტორებზე კონცენტრირდება. აქ უყურებთ ჩვენ რა არის კონკურენტული შეთავაზება ქვეყნის მხრიდან და სააგენტოს მხრიდან, რომ ჩვენ მოვიზიდოთ მსგავსი სახის კომპანიები. რა თქმა უნდა, უძრავის ქონების სექტორმა გადააჭარბა ყველა გარმოლოდინს, რა თქმა უნდა, იგივე პროექტის სახით და რა თქმა უნდა, სხვა ინტერესების სახით, რომელიც უკვე შემოგვდის ჩვენ, მაგრამ არ უნდა დავტოვოთ თქვა თამაშგარე ისეთ სექტორები, როგორც არის IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, რომელიც არის რეალურად მოწინავე სექტორები თავის მიმართულებით. აი ზუსტად IT და ბიზნეს პროცესები ეს მე მგონი ერთ-ერთი დინამიური ნაწილია, მათ შორის შემოსავლების შემდგომ გენერირების კუთხითაც. უაღრესად დღეს ჩვენ გვყავს დაახლოებით 170-მდე საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანია IT-ის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა მოხდა ეს ყველაფერი 2-3 წლის განმავლობაში და ესეთი დინამიკა ალბათ არც ერთ სექტორს არ გააჩნია. დღეს ათასობით ადამიანს ასაქმებენ ეს სექტორი საქართველოში და იგივე შეგვიძლია ვთქვათ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სექტორზე. ეს სექტორი თითქმის არ არსებობდა თქვათ უკანასკნელი 5 ან 7 წლის წინ. შესაბამისად, მათი განვითარება უკვე დღეს არის ის, რომ ჩვენ ყავს რამოდენიმე ტოპ წამყვანი კომპანია მსოფლიოში, რომლებიც ოპერირებენ და ასაქმებენ კიდევ ერთხელ ათასობით ადამიანს, რაზეც აქ ძალიან აღსანიშნავია, ისინი ასაქმებენ ადამიანებს საშუალოზე ბრალთ რომ მაღალი ხელფასის საპირწონეთ, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური უგების თვალსაზრისით. ასევე დიდი ინტერესი არის ლოჯისტიკის სექტორთან მიმართებაში. რაც ასევე ლოჯისტიკის სექტორი, ასევე ჩვენთვის ითვლება პრიორიტეტად, მით უმეტეს როცა ჩვენ შუა დერეფანზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. კი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც შუა დერეფნის საკითხი გახდა უფრო აქტუალური, შესაბამისად ჩვენთან მიმართებაში ინტერესი არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი და მოიაზრებენ როგორც ლოჯისტიკურ ცენტრებს, ასევე სხვა სახის ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც შეიძლება რომ იყოს მათთვის ხელმისაწვდომი ან თქვათ უფრო მეტად კარგად წარმოჩენილი. კი ბატონო. საინტერესო თემა ხა თქვენ ახსენეთ, რომ აი ყველაფერი არის გარკვეულად ჯაჭვში ერთმანეთთან, ხო? როგორც კი ქვეყნის გარკვეული ტიპის პოზიციონირებაზეა საუბარი, ის იწვევს რაღაც თამდების განვითარებას ლოჯისტიკას ამ შემთხვევაში. აი კლიანობაში და შეჯამების სახით რომ ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, როგორ ხედავთ ჩვენ შემდეგ წელს, ასე ვთქვათ, აწარმოე საქართველოს ნაწილში, ბუნებრივია, ჩვენ ნახეთ და ხედავთ გარკვეული ტიპის პრიორიტეტებს ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც გვაქვს და ამ კუთხით რა იქნება ძირითადი აქცენტები, ცხადია, როგორ შეიძლება აწარმოე საქართველოში იყოს ისეთივე აქტიურად, მე იმას არ მომფრო ყოველ წელს შეძლებს 6.5 მილიარდის მოზიდვას, მაგრამ ამის აწევაც რთულია უბრალოდ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რა არის ძირითადი პრიორიტეტები, რაზე გაკეთება აქცენტები, მათ შორის ჩვენი მოქალაქეები რისთვის უნდა იყვნენ უფრო მეტად მზად. რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღვნიშნე, პირველი ინვესტიციების მიმართულებით ჩვენ უკვე გვყავს პირველი ბრენდი, რომელიც გააკეთებს განცხადებას პირველ კვარტალში თუ არა პირველ თვეს მომავალ წელს, რაც რა თქმა უნდა კარგი დასაწყისი იქნება წლის ძალიან და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ამისი, რა თქმა უნდა გვაქვს სხვა მოლაპარაკებები კომპანიებთან და იმედია რომ მათი დასრულებაც მოხდება მომდევნო წლის განმავლობაში და შევძლებთ რომ ამის საჯარო გამოტანას. მეორე მხრივად ექსპორტის ნაწილში ჩვენ გვექნება ნამდვილად უპრეცედენტო წელი იმ ნაწილში რომ დავიწყებთ რამდენიმე ახალ პროგრამას, მაგალითად რო გითხრათ Alibaba-სთან თანამშრომლობა ჩვენი, რომელიც მოიცავს 50 კომპანიის განთავსება, რეალურად მათი განთავსება. ქართული კომპანიები, რომელიც იქ არიან განთავსებები, ხო? კი ბატონო, 50 ქართული კომპანია განთავსება Alibaba.com-ზე
უკვე დეკემბრის ბოლოდან განთავსდება ნაწილი მათი და უკვე მომავალწილიდან წლის დასწრისთან უკვე სრულფასოვნად 50-ე კომპანია იქნება განთავსებული და მსგავსი სახის მხარდაჭერის მექანიზმებს და კიდე რამოდენიმე მექანიზმს შევთავაზოთ ექსპორტის მიმართულების კომპანიებს. შესაბამისად რესურს აძლევს ქართულ კომპანიებს საექსპორტო პოტენციალის რა თქმა უნდა, შესაბამისად ექსპორტის ნაწილში გვექნება ყველაზე დივერსიფიცირებული და ყველაზე მრავალფეროვანი შეთავაზება და კომპლექსური შეთავაზება, რაც კი უდესმე ქონია კომპანიებისთვის, რაც რა თქმა უნდა მინიშნავს როგორც მეტ მხარდაჭერ მექანიზმს, ასევე უპრეცედენტო რაოდენობის ბენეფიციარებს ჩვენთვის როგორც სააგენტოსთვის. და ამასთან ერთად საბოლოო ჯამში მეწარმეობის მიმართულებით ჩვენ აღვნიშნეთ, რომ პირველი რაც არის ხალმისაწვდომის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. ჩვენ ყავს ასობით ბენეფიციარი წლის განმავლობაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კიდევ მეტი ადამიანია და კიდევ მეტი კომპანია, ვისაც უნდა და სურს ჩვენგან მიიღოს ამ სახის მხარდაჭერა, ან ფიქრობს, რომ თქვათ მისი იდეის რეალიზება სწორედ ჩვენი საშუალებიდან მოხდეს. საკმაოდ აქტიურობა ხართ რეგიონებში, საქართველოს რეგიონებში ეს მინდა ნამდვილად. და ჩვენთვის ზუსტად ეს არის შემდეგი წლის პრიორიტეტიც, რომ რეგიონალური ჰაბები, რომელიც ჩვენ გვაქვს, კიდევ უფრო მეტად გავსადოთ მათ შესახებ ცნობადობა, ამასთან გაიხსნება რამოდენიმე ახალი ჰაბი, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ მეტ მეწარმეს უკვე ადგილობრივ დონეზე მიიღოს ინფორმაცია, მიიღოს ტრეინინგი და სხვა სახის მხარდაჭერა, ფინანსური იქნება ეს ტექნიკური, ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ყველაფერი ადგილობრივ დონეზე და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მათთვის და ეს ალბათ ერთ-ერთი ტოპ პრიორიტეტია. ამასთან ერთად ალტერნატიულ მექანიზმებზე გაგრძელდება მუშაობა, როგორც ვთქვით, ფონდების პროგრამის მიღმა, ჩვენ გვაქვს არაერთი, თქვათ, სხვა მექანიზმებზე უკვე მუშაობა დაწყებული და მომავალ წელს, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გახდება ცნობილი ამ მექანიზმების, თქვათ, წარმატება და, თქვათ, ის წამოწყებები, რაც ჩვენ გვაგვაჩნია. თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ძირითადი საკითხი მიმოვიხილეთ ამ ნაწილში. წარმატებას გისურვებთ, მართლა შთამბეჭდავი შედეგებია, აი ასეთი შედეგებით უნდა წლის დახურვა და შთამბეჭდავი გეგმებია, თუმცა როდესაც ასეთი შედეგები არსებობს, ხო, შეუძლებელია ეჭვი შეიტანო გეგმების რეალისტურობაში. ამ კუთხით და თან რაც თქვენ აღნიშნეთ, თქვენ შემთხვევაში თითოეული მოქმედება თუ არა უმრავლესი მოქმედება ძალიან კონკრეტულად გაზომვადია, რა თუ რა შედეგების მატარებელია და ძნელია აქ პოპულიზმი, აქ არის რეალობა, რომელიც დევს კიდევ ერთხელ მადლობა წარმატებას გისურვებთ რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას დღეს ჩვენ ამით დაგემშვიდობებით მადლობას მოგახსენებთ რომ გვიყურებდით და გვისმენდით და ჩვენ ტრადიციულად შევხვდებით მომდევნო 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ